სალომე ზურაბიშვილი დღეს ცალ-ცალკე ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის 40 წუთის განმავლობაში მას ჰქონდა შეხვედრა ძლიერი საქართველოს ლიდერებთან. მამუკა ხაზარაძემ ჩვენ გვითხრა, რომ მათი სურვილი იყო, რომ შეხვედროდნენ სალომე ზურაბიშვილს და სხვადასხვა თემა განეხილათ, მათ შორის ადგილობრივი არჩევნები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ძლიერი საქართველოს ლიდერები საკუთარ სათქმელს ასე აყალიბებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ოპოზიციის მხრიდან, უნდა იყოს მსჯელობის შედეგი და უნდა იყოს ერთიანი. აქ ბუნებრივია იგულისხმება ადგილობრივი არჩევნებით. ჩვენ გქონდა კითხვები მათთან დაკავშირებით, მათ პოზიციაზე, თუმცა ისინი გვეუბნებიან, რომ პოზიციები უნდა ყალიბდებოდეს მსჯელობის შედეგად და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს აკისრებენ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ერთობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში არსებობდა ოპოზიციურ ველზე, ისევ უნდა აღდგეს და ამ პლატფორმის ირგვლივ ბარიერ გადალახული ოპოზიციური გაერთიანებები ისევ უნდა მსჯელობდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად ეს იყო მათი სათქმელი, რაც დღეს სალომე ზურაბიშვილთან მიიტანეს. რამდენად არის ამის რესურსი, ისინი გვეუბნებიან, რომ იმედს იტოვებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან საუბარს მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლოდ შეძლებენ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების შობლებს, შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს და პროტესტანტებს, შევხვდით ექსპერტებს, შევხვდით რეგიონალურ წარმომადგენლებს ჩვენსას. ამ შეხვედრებს ვაგრძელებთ და გაგრძელდება. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს, ხას უსვამ, აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკურ ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა, მაგრამ სანამ ამაზე და ამ ფორმულაზე ჩამოყალიბდებით, ჩვენი აზრი გვაქვს, სხვა აზრი აქვს, შეიძლება ეს უნდა შეჯერდეს, ამისთვის პირველ რიგში უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა საზოგადოებამ, ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს და სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. ერთობა რას ნიშნავს, იცით? როდესაც ერთი მხარე კი არ უყენებს მეორეს პირველს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ერთობა. ძირითადად პლატფორმა შეიძლება იყოს მართლაც აი ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღდგენელი და ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. ჩვენ ერთობლივად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. რა იქნება ეს გადაწყვეტილება? ჯერ ეს ერთობა უნდა აღდგეს და შემდგომ ის ერთობა მიიღებს. წინასწარ არ უნდა გავასწროთ არანაირ მოვლენებს. მანამდე იყო შეხვედრა ნიკა გვარამიასთან, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერთან შეხვედრა შედარებით უფრო ხანმოკლე იყო, დაახლოებით 9 საათში დატოვა სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისი ნიკა გვარამიამ. მასაც ბუნებრივია შეხვედრის დაწყებამდე ვკითხეთ, თავად როგორ ხედავს რესურსს იმ ერთობისა, რომლის დაკვეთად საზოგადოებაში არსებობს. ის ამბობს, რომ საჭიროა, რომ ერთიანი პოზიცია არსებობდეს ოპოზიციურ ველზე და თუ კი ვინმეს ოპოზიციაში სურს მაგალითად ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს, ამის წინააღმდეგი თავად არ არის, თუმცა ძნელად წარმოუდგენია, რომ კოალიცია ცვლილებებმა მისი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე შეცვალოს. თქვენ ხედავთ რესურსს, რომ ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბოთ, იმიტომ რომ ახლა განსხვავებულია. რესურსზე ვერ გეტყვით, მაგრამ საჭიროებას ვხედავ. რესურს რაც შეეხება, იმედი მაქვს ვიპოვით ჩვენს თავში რესურსებს, რომ ესეთი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ვაცნობიერებ იმას, რომ ალბათ ყველანი არ დაეთანხმებიან ერთ პოზიციას, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე საკმაოდ შეზღუდული მაქვს დრო იმისთვის, რომ ვინმე შევხვდე, იმიტომ რომ ზეგ უკვე გასაგები იქნება რაც მოხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ერთიანი გადაწყვეტილება საჭიროა. ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება რთული წარმოსადგენია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაგრამ თუ ვინმე სჭირდება, რომ დისკუსიის შედეგი იყოს ეს ყველაფერი, კი ბატონო. როდის მოხდება მსგავსი საერთო ერთიანი მსჯელობა ოპოზიციურ ველზე პლატფორმის ფარგლებში? ამ კითხვაზე ჯერჯერობით ჩვენ პასუხი არ გვაქვს, ისევ როგორც არ ვიცით სალომე ზურაბიშვილი გეგმავს თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ცალკე გასაუბრებას, ყოველ შემთხვევაში დღეს სხვა პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისთან ჩვენ არ შეგვიმჩნევია.